დილო მშვიდობისა. ერთი წამით მოიცადე საჭმელი ახლავე იქნება მზად. გაიქცე. რა? რატომ? რა მოხდა ეს რატომ მითხარი? ეგ ნაკვალევი იყო. გობლინები. მაგრამ შენ შეგიძლია მათი დამარცხება, ხომ ასეა? არ შემიძლია. თუ ასამდე იქნებიან შიგნით გამქობულში მე შევძლებ გამარჯვებას. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, მე გავიმარჯვებ. მაგრამ იქ დიდი ნაკვალევი იყო. ამ მურდოს სავარაუდოდ ლიდერიც ყავს. ჰობი, შამანი. მათ რაოდენობას ვერ გამოიცნობ. შესაძლოა. მეფე გობლინი იყოს. გობლინი ლორდი. ისინი ხვალ საღამოს დაგვისხმებიან თავს. ჩვენ არ გვაქვს დრო სხვა ქვეყნებს და ლორდებს ვთხოვოთ დახმარება. აზე მეტი გობლინი დაესხმება ამ ადგილის თავს. გობლინები თავს დაგვესხმებიან? რატომ? ეს რატომ უნდა მოხდეს? აქ რატომ? შესაძლოა მათ ეს ადგილი გასამაგრებლად უნდათ. შემდეგ კი ქალაქს დაესხმებიან თავს. მე არ ვარ პლატინიუმის რანკის ავანტიურისტი. მე არ ვარ გმირი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ხალხი. რათა ასობით გობლინს გაშლილ ვერ ზებრძოლოს. მე ძალა მაკლია. მე ვერ გავაკეთებ ამას. და სწორედ ამიტომ შენ მეუბნები რომ გავიქცე? ხო, და თუ მე წავალ, საკმარისი დრო გექნება? ასია. კარგი. გადაწყვიტე? მაპატიე, მაგრამ მე არ ვაპირებ გაქცევას. რადგან ვიცი რომ შენ უკან დარჩები. ხედავ, მე ეს ვიცოდი, შენ ყოველთვის ჩუმად ხარ, როცა ვერაფერს აკეთებ, ყოველთვის ასე იქცევი. მათ მხოლოდ შენი მოკლა არ ენდომებათ. ხო, მე ეს ვიცი. მე ვუყურებდი. არ იფიქრო რომ გადარჩები. შესაძლოა იცოცხლო, მაგრამ შიგნიდან მკვდარი იქნები. ამიტომაც უკეთეს იქნება თუ გაიქცევი. უკვე გითხარი რომ ამას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ მეორეჯერ არ მინდა გაქცევა. შენ ჩვენ სახლს კიდევ ერთხელ დაკარგავ. და შენ იცი, თუ ჩვენ გავიქცევით, მაშინ ყველა იმ ცხოველს დავკარგავთ, რომლებიც ფერმაში არიან. ეს კი ხომ იცი, ანუ გასაგებია. მე მართლა ვწუხვარ ამის გამო.
ვიცი, რომ ძალიან ეგოისტურად ვიქცევი. ეს მართლა ვიცი. ასეთ სახეს ნუ იღებ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია. კარგი. შენ უნდა დაიცვა ეს გოგო? ჰეი. დამემშვიდობე მაინც. წუხوار მე? ის კარგი გოგოა. ის კარგი გოგონა გაიზრდება. ასე რომ არა ტირო ის. ჩემს საუკეთესოს გავაკეთებ. სწორედ ეს მეზიზღება შენში. გობლინების უკვლელო. შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. რაიმე გჭირდება? ბოდიშ ვიხდი, მაგრამ უნდა მომისმინოთ. მე დავალება მაქვს. გობლინების უკვლეს დავალება აქვს. ის ხომ მარტო მუშაობს. მაგრამ ის ხომ რამოდენიმე ადამიანი სადაში გავწევრიანდა. მართლა? გობლინების ურდო მოდის ფერმის გავლით ქალაქში. ისინი ამაღამ დაგვესხმებიან თავს. ზუსტად არ ვიცი რამდენი არიან. ჯანდაბა მე ვიცოდი ესენი გობლინები იქნებოდნენ, მაგრამ გობლინების ურდო არის ნორმალური. გობლინების ნაკვალევი, რომელიც დილით ვიპოვე გობლინების ლორდისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 100 მაინც იქნებიან. 100 გობლინი? სერიოზულად? არ არსებობს. რა ჯანდაბა? რა ხდება? ლორდი? შანსი არა. ლორდი გობლინების კლასიფიკაციაში ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას. ისინი ტოპ რანგის გობლინებს უტოლდებიან. ტოპი? მათი ურდო აქ მალე იქნება. დრო აღარ არის. მათი დაჭერა გამქობულ შემდოდა, მაგრამ მარტო ამას ვერ შეძლებ, როდესაც ეს ღია. მე მინდა თქვენი დახმარება, გთხოვთ. რა უნდა გავაკეთოთ? მე მეკითხები? გობლინები? მას ხომ ამის მოგვარება თავისით შეუძლია. მე არ მინდა ამის გაკეთება. არც მე ეს საშინელებაა. ჰეი! გონი რაღაცებზე არასწორი წარმოდგენა გაქვს. ეს ავანტიურისტების გილდია, ჩვენ ავანტიურისტები ვართ. ჩვენ არ ვართ ვალდებულები მოვისმინოთ დავალება. შენ განაცხადი უნდა შემოიტანო, რასაც ჯილდო მოხვება. ხომ ასეა? ხო, ჩვენ ავანტიურისტები ვართ. ეს რა ჯანდაბა? გწელყურებავ შენ გარეთ უნდა დარჩე. ეს დელიკატური საკითხია. მე ვიცი შენ ასაც გრომ, მაგრამ თქო დაიცადე ცოტა ხანი. გამიშვი. ხო, შენ მართალი ხარ. კარგი, მაშინ გითხარე. რამდენს გადაგუხდი თუ ამ გობლინებთან მოვაგვარებ საქმეს? ყველაფერს. ჰა? ყველაფერს რაც მეკუთვნის. ამაში რას გულისხმობ? ჩემი ყველა დანაზოგიდე რაც კი გამოჩნია ყველაფერი. ჩემი აღჭურვილობა, ჩემი ცოდნა, დრო და ასე შემდეგ. შენი სიცოცხლე, ასევე ჩემი სიცოცხლითაც. და რა იქნება მაშინ თუ გეტყვი რომ წახვიდი და მოკვდე? მე ვერ გავაკეთებ ამას. რა? არის ვიღაც ვინ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში იტირებს. მე უკვე ვთქვი რომ მას აღარ ავატირებდი. მოკლედ რომ ვთქვათ ჩემი სიცოცხლე ჩემს ხელში არ არის. მე წარმოუდგენად არ მაქვს რაზე ფიქრობ. მაგრამ სერიოზულად შემიძლია რაღაც გითხრა ამის შესახებ? ხო, მე სერიოზული ვარ. ჯანდაბა. მე ამჭირდება შენი სიცოცხლეში გამოშტერებულო. უბრალოდ მოგვიანებით სასმელი მიყიდე. კარგი რა, ეს ჩვალბრივი ფასი ღირს. მეცხრეს რანკის სამონტიურისტი გეუბნება რომლინებს მოკლავს შენთვის. ცოტა მადლობელი კლიენტი იყავი. ხო, მაპატიეთ. მადლობა. შეწყვიტე. მადლობა მაშინ გადამიხადე, როდესაც გობლინების მოკლას მოურჩებით. მეც თქვენთან ვარ. მეც მოვდივარ, რათა გობლინები დავხოცო. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ ისევ. მე შენ ნამდვილ თავგადასავალს გაჩვენებ.
ძალიან კარგი. შენ უნდა მიყიდო მეტი სასმელი და საჭმელი. დალაქო. რა თქმა უნდა, მეც მოვდივარ. კარგი, შენ მიიღებ მას. შენი ყველაზე დიდი გამოცდილება იქნება გზელყურება ხომასია. რა თქმა უნდა, ეს მართლა საინტერესო იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეც თქვენ ჯგუფში ვიქნები. ძალიან კარგი. შეთავაზებაა მეგობრისგან, მაგრამ მე თუ ჯილდოს მოვითხოვ. ყველი? ხო, და შესაძლებელია? ნაყინიც. ეს ნამდვილად ღმერთების სასუსნავებია. ესენი ჩემზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ შემიძლია ორივე ფერმიდან მოგიტანო. კარგი, მაშინ ეს სულელი არსებები მე დამიტოვე. უკვე 5 ვართ. ასე არ არის, 6 ვართ. იმხლამარე. რეალურად ჩათვალე, რომ ჩვენ ჯგუფში 7 ადამიანია. მომისმინეთ. გილდია, ახლა ხანს გილდიიდან წერილები მოვიდა. თითოეულ მოკლულ გობლინზე 1 ოქროა დაწესებული. ეს დიდი შანსია. სერიოზულად? 1 ოქრო 1 გობლინისთვის? ამაზე არ ბრაზდები, ხო? ეს ინფორმაცია ვერცხლის რანკის სამოტივურისგანაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. რთული იქნება უარის თქმა, როდესაც ისინი ასე გამოიყურებიან. ფიქრობ არჩევანი აღარ მაქვს. მიდიხარ? მე გობლინების მკვლელი არ მომდადებს, მაგრამ რადგანაც ჯილდოა. მართლა არ შეგიძლია რომ ცოტა უფრო გულწრფელი იყო. უბრალოდ უთხარი მას, ასე იმიტომ იქცევი რომ ისა ადამიანი, ვინც შენს ქალაქში გობლინები დახოცა. მოკეტე, მას არ ჭირდება ამის ცოდნა. მე უბრალოდ მინდა გობლინებით ფული ვიშავო. მე ვცდილობ რომ კარგი ავანტიურისტი გავხდე. ასე რომ არ შემიძლია ვიღაცას თხოვნაზე უარი ვუთხრა. კარგი, რადგან დაიკო და ძამიკო მიდიან, ფიქრობ მე წავალ. მართალი ხარ? ესე იგი ჩვენ ყველანი მივდივართ. ჰეი, რა არის? მე ჯერ ასეთი გობლინი არ მომიკვლია. ხო, ჩვენ გავიგეთ რომ ეს საშიში იყო. მაგრამ ფიქრობ რომ უნდა დავიწყო. მართალია ჩვენ ის დაგვეხმარა ერთ დროს. მე ერთ დღეს ისეთი ავანტიურისტი გავხდები, როგორიც ის არის. ფიქრობ რომ ეს რაღაც ბედის მსგავსია. ის ტიპი, რომელიც მხოლოდ გობლინებზე ლაპარაკობდა, ახლა გაქრა. ხო, ახლა ის გილდიაში ძალიან პოპულარულია, ყველა მასზე ლაპარაკობს. ის გამაღიზიანებელი უძაც ის აქ არის, მაგრამ ცოდო იქნება თუ იქ მარტო წავა. გულწრფელად რო ვთქვა, ასეთი უცნაური მოთხოვნა ჯერ არასდროს მსმენია. ჩვენ არ სამხანაგები ვართ, არც მეგობრები, მაგრამ ჩვენ ავანტიურისტები ვართ. ეს ჩვენ დაგვიტოვე ავანტიურისტებს. ეს შესანიშნავია. ხო, რა თქმა უნდა, მეც შენთან ერთად მოვდივარ. ხო. ყველაფერი რიგზია. მადლობა. ჰეი, ისინიც მოდიან. სიმთვრალე. ძილი.
დაიძინეთ გობლინებო. ახლა გობლინებს არ იდარდოთ. თავი დაიცავით. მალე დაწექით. ისინი რა მეისრები არიან? რამდენად შორს შეგიძლიათ სროლა? ეს ბოლო დაცვა. რომლებიც ჩემი ხების არეალში იყვნენ, მათზე მე ვიზრუნე. კარგი. კარგი, წავედით. ცოტა ოქრო გავაკეთოთ, ბიჭებო. დაახოცეთ. შეხედი ამათ, ჩემს ოქროს პირდაპირ თვალწინ ხედავ. ჯანდა ბართული დასაჯერებელია, რამდენი არიან? რა ტკივილია? ოდესაც გობლინების კვლელმა ირწის რა უნდა გააკეთოს? მოსალოდნელია ეს არის. ჯანდაბა შენ საშიშად ლაპარაკობ. ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ თქვენ. ისინი ძალიან აწვებიან. კარგი, მაშინ მე წავალ იქ. მოიცადე, იქით შეხედე. მხედრები, ისინი მათ რა გამოჩნდნენ? მხედრები მოდიან. მხედრები. კარგი, დანიშნული ადგილისკენ. კარგი, ოდესაც მზად იქნებით, გამოდით. უკანა ხაზო წინა ხაზს მიყევით და მათ უკან დარჩით. ისინი მეტად პატრები არიან, იმდროს ხენები. შეიტყვით, ისინი ამდენადაც შეძლებთ. ჰეი, ჯერ არა. ახლა დახოცით ისინი. ყველა ჯარის კაცო, წინ! რა მაგარია. ის მკვდარია. ცოტა მეტი ყურადღებით ახალბედავ. ახლა მიდი განაგრძე, რასაც აკეთებდი. კარგად ხარ? ხო. მადლობა ღმერთს, საბჯარი მეკეთა. აი ეს არის მარტივი ფული. ო, მაგრამ ამ ყველაფერს მის სტრატეგიას უნდა უმადლოდეთ. ჩაუსაფრდებით. ისინი ჩასაფრებას ხებზე იყენებენ, მაგრამ არ გამოუყენებიათ ჯერ თავის თავზე. ისინი ხორცის ფარს იყენებენ. შელოცვები წარმოთქვით და გამოიყენეთ მომენტი და აიყვანეთ მძევლები. არასდროს გაიკაროთ გობლინებს, როდესაც მას ძინავთ. პრობლემურები იქნებიან თუ ისინი გაიღვიძებენ. როდესაც ურდოში ემატებიან, ისინი წვრთიან მგლებს, ამაზე მხედრდებიან. სადღაც 20-30 მხედარი იქნება. მაგრამ ჩვენ მათზე შუბის კედლებით ვიზრუნებთ. შემდეგ კი მათ თქვენი იარაღები დახოცავთ. ჩვენი იარაღი საკმარისი არ იქნება, გამოიყენეთ შელოცვები. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში შემოცავებზე იზრუნეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ის ვერცხლის რანგისაა მაინც. სულელი გობლინები ასე შორს გაიქცნენ. ჰეი, მაგეთ რა ხდება? ეს რა, იქიდან რაღაც მოფრინავს, ფრთხილად იყავით. ახლა ჩვენ რა ჰობებს უნდა მოუგვაროთ? არა. ეს დიდია. გობლინების ჩემპიონი.
უკვე ორი გახდა. კარგია, ცოტათი მათთანაც კი მოვიწყინე. ეს ტიპები შესაფერისები არიან ჩემთან ბრძოლისთვის. ჯანდაბა, მე უკვე ძალიან დავიღალე იმ პატარა გობლინების თავის მოჭრით. უბრალოდ მოკიდე და ჩემთან ერთად წამოდი. ჰეი, უკან გადიქი. გასაგებია. კარგი, მაშინ მე მათ თავებს მივხედავ. აი, აქედან ვეტერანების ბრძოლა იწყება. ვინც არ არის დარწმუნებული თავის უნარებში, უკან დარჩეს. ცუდი არ არის. იქნებ ცოტაოდენი წყალი მომცეთ. ხო, რა თქმა უნდა. მადლობა. ამ დარწმუნებული ხართ, რომ მათ არ ჭიდებით ახლა? ხო, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ თუ რაიმე მოხდა, ის მარტო უკეთესად გაუმკლავდება. მათ უკეთ დაამარცხებს, ვიდრე ჩვეულებრივ გობლინებს. გობლინები. კარგი, დაუფიქრდეთ, სად წავიდნენ ისინი? რა? თქვენ იცით, ის ვინ არის, ხომ ასია? ხო. რა გგონია, სად არის ის? ის წავიდა. რათა დაახოცოს გობლინები. ani მეგახმონებული ამტი დაბისთვის. თქვენთვის სახმარებდნენ სანო და ნერო. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.どうして